ტრამპის გენერლები ვაშინგტონში, ამერიკის შეერთებული შტატების სენატში მივიდნენ და საბოლოოდ ირანი ბევრად უფრო სუსტ მდგომარეობაში ჩააყენეს, ვიდრე მემარცხენეები აღიარებდნენ. 2026 წლის 16 მაისს მოსმენა თეირანისთვის მძიმე გზავნილად იქცა. ამერიკის სამხედრო ძალას გზა გახსნილი აქვს, მზად აქვს ოფციები და უკვე შეამცირა ირანის შესაძლებლობა დაემუქროს სპარსეთის ყურეს, მის მეზობლებს და რეგიონის სტრატეგიულ მარშრუტებს. ადმირალმა ბრედ კუპერმა მკაფიოდ აღნიშნა, რომ ირანი დაზარალდა, ძალა დაკარგა, რეაგირების შესაძლებლობა შეუმცირდა და კვლავ ვაშინგტონის პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, რათა გაიგოს, რამდენად შორსწავა შეერთებული შტატები. თეირანმა სენატის წინაშე მოისმინა, რომ საფრთხე კვლავ რჩება. ეხლა ყველაფერს გეტყვი, მაგრამ ჯერ არხზე უნდა გამოიწერო, რომ ინფორმირებული დარჩე, მიიღო ინფორმაცია რეალურ დროში, საუკეთესო ჟურნალისტური ხარისხით, რაც კი ოდესმე გინახავს. სანდოობის სტანდარტით მილსონ ალვესი. ადმირალი ბრედ კუპერი, შეერთებული შტატების ცენტრალური სარდლობის ხელმძღვანელი, სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტში მივიდა, რათა ირანის წინააღმდეგ ოპერაციების შემდეგ ახლო აღმოსავლეთში არსებული მდგომარეობა აეხსნა. მემარცხენეებმა სცადეს მოსმენა პოლიტიკური იერიშისთვის გამოეყენებინათ ტრამპის წინააღმდეგ, მაგრამ ტექნიკურმა პასუხებმა თეირანისთვის მძიმე ფაქტი გამოავლინა. კუპერმა არ ისაუბრა როგორც ტელევიზიის კომენტატორმა. როდესაც სენატორებმა კითხეს, რატომ არ ხელახლა გახსნა ვაშინგტონმა ჰორმუზის სრუტე ძალის გამოყენებით, პასუხი შიში არ ყოფილა. პასუხი იყო, რომ ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურ დონეზე მიიღება, რადგან არმიამ, საზღვაო ძალებმა და საომარი სარდლობამ უკვე წარმოადგინეს ვარიანტები, რისკები და შესაძლო გზები. სამხედროები ამბობენ, რას შეძლებენ, პრეზიდენტი წყვეტს როდის გააკეთოს. ირანმა სენატის წინაშე მოისმინა, რომ მისი მუქარა ხელშეუხებელი აღარ არის. მოისმინა, რომ მისი სწრაფი ნავები ბევრად ნაკლები რაოდენობით ჩნდებიან. მოისმინა, რომ ვაჭრობის შეჩერების შესაძლებლობა დრამატულად შემცირდა. მოისმინა, რომ მზად არის არეზერვო გეგმები. და ეს მოისმინა მაშინ, როცა დონალდ ტრამპი ჩინეთზე დიპლომატიურ ზეწოლას ახდენს და მოითხოვს ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნას. ყველაზე მგრძნობიარე ნაწილი მაშინ დადგა, როცა კუპერმა ისაუბრა ოპერაცია ეპიკურ მრისხანებაზე. სენატისთვის გაგზავნილ წერილობით ჩვენებაში მეთაურმა განაცხადა, რომ 40 დღეზე ნაკლებ პერიოდში მასშტაბური საბრძოლო ოპერაციების დროს ცენტრალური სარდლობის ძალებმა დაშალეს. ის, რისი აშენებასაც ირანს 4 ათეული წელი და ათეულობით მილიარდი დოლარი დასჭირდა. ტექსტში ასევე ნათქვამია, რომ ირანს აღარ შეუძლია რეგიონში ძალის დემონსტრირება ისე როგორც ადრე და ვეღარ ემუქრება შეერთებულ შტატებსა და მის პარტნიორებს იმავე დონეზე როგორც ადრე. ეს არის ის საკითხი, რომელსაც ანტიტრამპის ნარატივი ცდილობს დამალოს. CBS-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კუპერმა სენატორებს უთხრა, ოპერაცია ეპიკურმა მრისხანებამ დააზიანა ან გაანადგურა ირანის ბალისტიკური რაკეტების, დრონებისა და საზღვაო ძალების სამრეწველო ბაზის 85%-ზე მეტი, 1450-ზე მეტი დარტყმით ობიექტებზე. რეპორტაჟში ასევე აღინიშნა შეფასება, რომ ირანს ერთი თაობა დასჭირდება თავისი საზღვაო ძალების აღსადგენად. მოსმენამ ასევე ჰორმუზის სრუტე ზეწოლის ცენტრში მოაქცია. რაც მოხდა მარტივი იყო. სენატორებმა სცადეს კუპერის კუთხეში მოქცევა და გკითხეს, შეეძლოთ თუ არა შეერთებულ შტატებს სრუტის გახსნა. მეთაურმა საჯაროდ არ გაამჟღავნა სამხედრო გეგმა. ეს უპასუხისმგებლობა იქნებოდა, მაგრამ მან მკაფიოდ აღნიშნა, რომ წინასწარ მომზადებულია სხვადასხვა საგანგებო გეგმა. როიტერსმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტრამპა პეკინიდან დაბრუნებისას თქვა, თითქოს სი ძინპინმა დათანხმდა, რომ თეირანმა უნდა გახსნას სრუტე. ირანი უხერხულ მდგომარეობაშია, რადგან მას დამოკიდებული აქვს შესყიდვები, მარშრუტები, პოლიტიკური დაცვა და მოკავშირეების დუმილი. როდესაც ტრამპი ჩინეთს საუბარში ამრევს, თეირანი კომფორტის ნაწილს კარდავს. ეს არის პოლიტიკური ალყა სამხედრო მხარდაჭერით. დაღუპულების შესახებ კითხვაც გაჩნდა, როგორც დისკრედიტაციის მცდელობა. მოსმენაზე დემოკრატმა სენატორებმა სცადეს კუპერზე ზეწოლა, სკოლებსა და საავადმყოფოებზე თავდასხმების ბრალდებებთან დაკავშირებით. ადმირალმა უპასუხა, რომ ოპერაციები ჩატარდა შეიარაღებული კონფლიქტის სამართლის შესაბამისად. მან თქვა, რომ არ არსებობს დამადასტურებელი მტკიცებულება გარკვეულ საჯარო ბრალდებებზე და აღნიშნა, რომ მიმდინარეობს აქტიური გამოძიება სამოქალაქო მსხვერპლთან დაკავშირებით. ომის უფრო ფართო კონტექსტში როიტერსმა ირანსა და ლიბანში ათასობით დაღუპულის შესახებ განაცხადა, თუმცა თავად მოსმენაზე ოფიციალური რიცხვი არ დასახელებულა. სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაკავშირებულია მთავარ საკითხთან, ჰორმუზის სრუტის შესახებ. ეს განსხვავება მნიშვნელოვანია. ერთი რამაა, როცა ომს ადამიანური დანაკარგი აქვს, გიაქვს, რაც ყოველთვის სერიოზულია. სხვა საკითხია, როცა პოლიტიკურ კითხვებს იხენებენ იმისთვის, რომ თავარი სამხედრო ფაქტი გადაფარონ. ირანი დაზარალდა, დაკარგა შესაძლებლობები და ახლა ზეწოლის ქვეშ აწარმოებს მოლაპარაკებებს. მემარცხენეები სურდათ სესია ტრამპის გასამართლებლად ექციათ. რაც გამოჩნდა იყო ის, რომ მეთაურმა თქვა, ირანი უკვე ვეღარ აკეთებს იმას, რასაც ადრე აკეთებდა.
კიდევ ერთი დეტალი შეუმჩნეველი დარჩა. კუპერმა განაცხადა, რომ ირანი ვეღარ ახერხებს იარავისა და რესურსების იგივე გზით გადატანას ჰეზბოლასთვის. მილიციებისთვის ერაყში. ეს ასუსტებს იმ ქსელს, რომელსაც თეირანი წლების განმავლობაში იყენებდა, რათა პირდაპირი ჩარევის გარეშე დაესხას თავს. ცენტრალური სარდლობის წერილობითი განცხადება ამბობს, რომ ეს ჯგუფები წარმოადგენდნენ საფრთხის ქსელის ხერხემალს და რომ გადატანის მარშრუტები და მეთოდები შეწყვეტილია. ეს უზარმაზარი შედეგია ისრაელისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების მოკავშირეებისთვის, სპარსეთის ყურეში და ამერიკის უსაფრთხოებისთვის. ირანი ყოველთვის ეკრნებოდა მილიციებს, დრონებს, რაკეტებს და პროქსიომს, რათა თავისი მტრები დაესისხლიანებინა უშუალო ხარჯის გარეშე. ეხლა, თავად ამერიკის სამხედრო სარდლობის თქმით, ეს სტრუქტურა მნიშვნელოვან წერტილებში დაინგრა. ეს არ არის ტრამპის საარჩევნო სიტყვა, ეს არის სარდლობის შეფასება, რომელიც ომს აწარმოებს. სენატორებმა ასევე სცადეს დისკუსიის გადატანა ჩინეთსა და რუსეთზე. კუპერის პასუხმა თეირანისთვის კიდევ ერთი ცუდი ფრონტი გახსნა. სარდალმა თქვა, რომ ირანის ძალები ძირითადად რუსული და ჩინური აღჭურვილობით არის დაკომპლექტებული. ეს ტრამპს საშუალებას აძლევს ირანი უფრო დიდი მტრული ბლოკის ნაწილად წარმოაჩინოს, რომელიც დაკავშირებულია რეჟიმებთან, რომლებიც ასათეშეფუს ეწინააღმდეგებიან. თეირანის იზოლირების ნაცვლად მოსმენამ გააძლიერა არგუმენტი, რომ ირანზე ზეწოლა ასევე ემსახურება პეკინისა და მოსკოვის წინსვლის შეჩერებას ახლო აღმოსავლეთში. აფრიკა მოსმენაში სხვა გზით შევიდა. გენერალმა დაგვინ ანდერსონმა აფრიკის სარდლობიდან ისაუბრა ტერორისტულ საფრთხეზე სახელში, დაზვერვის ნაკლებობაზე და ახალი მეთვალყურეობის ფენების საჭიროებაზე, მათ შორის ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით. თავად აფრიკის სარდლობა ოფიციალურად აცხადებს, რომ მისი მისია მტრული აქტორების და ტრანსნაციონალური საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლა პარტნიორებსა და მოკავშირეებთან ერთად, ასევე აფრიკული ძალების გაძლიერება და შეერთებული შტატების ინტერესების დაცვა. რაც ახლა ხდება, ეს არის ზეწოლის გაგრძელება. დონალდ ტრამპი აჩერებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ჰორმუზის სრუტის შესახებ, ინარჩუნებს ირანის ბლოკადას, ახორციელებს ზეწოლას თეირანზე შეთანხმებისთვის, ჩართავს ჩინეთს მოლაპარაკებებში და აძლევს სამხედროებს საშუალებას დააფიქსირონ, რომ რეჟიმს უკვე დაკარგული აქვს რეალური შესაძლებლობები. სენატმა სცადა დონალდ ტრამპის დამცირების სცენის შექმნა, მაგრამ საბოლოოდ მსოფლიოს საჯარო დადასტურება მისცა. გენერლებმა იციან, რომ არსებობს სამხედრო გზა, ირანმაც იცის, რომ ეს გზა არსებობს და საბოლოო გადაწყვეტილება პრეზიდენტის ხელშია. შემდეგი ეტაპი მოსმენაზე ატეხილ ხვილზე არ არის დამოკიდებული. ეს დამოკიდებულია თეირანის მიერ გზაგასაყარის მნიშვნელობის გააზრებაზე. ან დათანხმდება მოლაპარაკებას იმაზე ნაკლები ძალაუფლებით, ვიდრე ადრე ქონდა, ან გააგრძელებს თეთრი სახლის გამოცდას, რომელმაც უკვე აჩვენა მზადყოფნა დაარტყას, დაბლოკოს და გამოავლინოს მისი სისუსტეები მთელი მსოფლიოს წინაშე. მე ვარ მინსონ ალვესი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და ჩემი მიზანია ყოველდღიურად მოგაწოდო სანდო ინფორმაციას სიმართლით. სიახლეების ბმულები ვიდეოს აღწერაშია. დასვი ლაიქი ამ ვიდეოზე, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთო მინსონ ალვესის საზოგადოებაში.